დიდი მადლობა ბენც. მოგესალმებით ვანო შოუ, მთავარი იუმორისტული შოუ, მთავარ არხზე. ვიწყებ მთავარი თემით, ძალიან ბევრი მთავარი თემა ამ ქვეყანაში, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი თემით. რამდენიმე დღის წინ ჩვენ გავხდით ისტორიული ფაქტის მომსწრე. გაიმართა დმანისის ბრძოლა. საქართველოს მოქალაქეები ხელკეტები და რკინის დრინებით ეკვეთნენ ერთმანეთს. ეს იყო საქართველოს ისტორიაში ერთადერთი ბრძოლა, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა იბრძოდა და ჯარი უყურებდა. ინციდენტის დღეს დმანისში მობილიზებული იყო პოლიცია და სპეცრაზმი. ხომ ძალიან მზაბ სიუჟეტიანი წინადადებაა, ძვირფასო მეგობრებო, მაგრამ კადრებს თუ შევხედავთ, აშკარად სხვა სათაური მოუხდებოდა. ნახოთ ფოტო, როგორი სპეცრაზმი იყო. მოკლედ ეს იყო ესეთი სპეცრაზმი, ეს იყო ჩვეულებრივი პუტკუნების კულინარიული სპეცოპერაცია თუ რა ხალხი ყავდა ჩაყვანილი ვერ მივხვდი. სპეცრაზმელებს რო შევხედე თავიდან ეკიპირება მეგონა, მაგრამ მე რო დავაკვირდი მივხვდი რომ ღიპები იყო. ეს სპეცრაზმელები როგორ ტანზე არიან, იცით, ძვირფასო მეგობრებო, ხელკეტების ნაცვლად კლარნეტი რო დააჭერინოთ ხელში, ქსოვრელებისგან ვერ გაარჩევთ. დმანისის ინციდენტთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა. მედიის ბრალი იყო ეს ყველაფერიო, თქვენო გაამძაფრეთო. კაცმა ორი ლუდი მოითხოვაო, არ მისცესო, მე ამან ურო ჩასხო თავშიო, იქიდან ხელკეტები დასხესო, აქედან ქვები დაუშინესო და ეს იყო და ესო რა იყო, დაიქცა ქვეყანა თუ რა არისო. განაცხადა შინაგან საქმეთა უდარდელმა მინისტრმა ბატონმა ვახტანგ გომელაურმა. აი კაცი, აი მართლა, ესეთი უდარდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ძვირფასო მეგობრებო, ამ ქვეყანას არ ხოლია. დმანისშიც ალბათ იბიტო ჩავიდა რომ უთხრევსო, ალბათო მაგარი ტრახიაო წამოუყუროთო და ალბათ მაგიტო არის ჩასული, აი რა ისაქმებოდა დმანისში მე არ მესმის. ისე მართალი გითხრათ მე ვეთანხმები გომელაურს ოპოზიციური მედიის ბრალი იყო, აბა რა იყო, ეს ყველაფერი არის ოპოზიციური მედიის ბრალი. პოლიცია დროულად რო არ რეაგირებს, ეს ხო მედიის ბრალია. შეხედეთ, აბა კარგად გაიაზრეთ. კრიმინალი რო იმატებს, ესეც რა თქმა უნდა მედიის ბრალია და საერთოდ მე რამდენი თვეა რაც ბადრი ესებუა გაქცეულია და რას ფიქრობს დეა მამისეიშვილი მე არ ვიცი. იმის ნაცვლად რომ ესებუა დააკავოს რეპორტაჟებს აკეთებს, სადღაც დადიან და რეპორტაჟებს ერთებიან. დმანისის თემაზე საოცარი კომენტარი შემოგთავაზა ოცნების დეპუტატმა ქალბატონმა ელისო ბოლქვაძემ. მოდით ნახოთ სტატია. სახელმწიფო მიხედავს და გადაწყდება საუკეთესო მეგობრულ ატმოსფეროში ორ სახელმწიფოს შორის. ანუ ეს კონფლიქტი გონია ორ სახელმწიფოს შორის კონფლიქტი. ეს სტატია იმიტომ განახეთ მეგობრებო, რათა დარწმუნებულიყავით რომ დეპუტატმა ეს ნამდვილად თქვა. კიდევ ერთხელ ვთხოვ ოცნებას რომ რამენაირად ეს ქალი იქნება გააჩუმოთ. ან თუ სადმე მიდის დაცვას თხოვეთ რომ როიალი ატარონ თან. იმიტომ რომ ლაპარაკს რომ დაიწყეს პირდაპირ როიალი შემოუგორონ და დაიწყოს ეგრევე დაკვრა. გააჩუმეთ, თორე დაგტოვებს ნახევარ ქვეყანას ეგ. აგერ ესე მარტივად მაგალითად მოცარტის ჰანგების თანხლებით გადასცა დმანისი და ქვემო ქართლი აზერბაიჯანს ჩვეულებრივად ერთ წინადადებაში. საბოლოოდ დმანისის ინციდენტი ძალიან უცნაურად მოგვარდა, სოზარ სუბარმა მხარეები შეარიგა, ანუ ქვეყანაში რაღაცა კონფლიქტებს სამართლებრივად კი არ აგვარებენ. უბრალოდ თანამდებობრივად ძროსლი ჩადის და ბაზარში ყომარდებიან რა. ერთი სიტყვით თუ გვერდით უბნელებთან ხიპიში გაქვთ, სახელმწიფო მოვა ჩაცუცქული და დაალაგებს მერე ყველაფერს რა. მინისტრი გადაწყვეტს მერე, ვის აქვს პადლეცია სარტყმელი, ვისა მოსათხოვი. ერთი სიტყვით ესე გვარდება რა ამ ქვეყანაში ყველაფერი. დმანისის მოვლენება აჩვენა რომ ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს. ეს ქვეყანა არის ერთი დიდი უბანი, სადაც მაღაზიებს ატერორებენ, უბნელები ერთმანეთს ხოცავენ, ბიზნესმენებს წველიან, უბნის ინსპექტორი ვერაფერს აკეთებს, იმიტომ რომ ამ შპანის ეშინია და ოფშიაკის ფულს ძროსლები ჭამენ. ერთი სიტყვით უბაში მაგარი ბესპრეძელი გვაქვს. პირდაპირ გეუბნებით, მაგარი ბესპრეძელი. რა დაალაგებს ამ სიტუაციას მე არ ვიცი. მოდი დადებით ამბავზე გადავიდეთ. მინდა მოგილოცოთ სრულიად საქართველოს. კომენდანტის საათის მოხსნაზე არ მაქვს ლაპარაკი, მაგრამ მთელი 2 საათით შემსუბუქებაზე მაქვს საუბარი. კომენდანტმა 9-დან ცხლის ნაცვლად 11 საათამდე გადაიწია. ეს ისიც რამხელა შეღავათია?
ეხლა უკვე საშვიანების გულაობის, პოლიტიკოსების დილამდე ღრეობის და შერჩევითი რეგულაციების გამო გაჩენილი უსამართლობის განცდა 2 საათით გვიან დაგვეუფლება. აი ეს არის ეს ერთი შეღავათია, რაც ძალიან მისასალმებელია. მე მაგალითად 9-ზე ისევ სახში ვარ, ახლა არ ვიყენებ ამ 2 საათს დავაგროვებ და მე საპენსიო ასაკში ვიგრიალებ კომენატის საათის დროს პირდაპირ გეტყვი. ესე თუ დავუკვირდებით, რა ჭკვიანური სტრატეგია აქვს ხელისუფლებას. ხვდებით ხო? ეხლა 2 საათით ხო გადაწიეს. აი ასე ნელ-ნელა გადაწევენ და ღამის 4-დან 5-მდე რომ მოვიმწყდეთ ვირუსს. მანდეწირება ყოფა. მანდ მოეღება ბოლო ვირუსს. აბა ეგონა. ეს არის სწორი ესეთი პოლიტიკა ეს ინფექციასთან ბრძოლის. მოდი თვალი გადავლოთ რა ხდება საქართველოს პოლიტიკურ ველზე. ასპარეზზე გამოჩნდა მესამე ძალა, ქართველი რაინდი ლევან ვასაძე. ეს უკვე მე-7 მესამე ძალაა, რომ დავაკვირდე. ბევრი მესამე ძალები გამოჩნდნენ და სადღაც მე-7 ეს. ეს ვასაძე ძირითადად კამპანიას აგებს ქართულ გენზე, ვაჟკაცობაზე, ქართულ მეობაზე, რაობაზე. ესე იგი ღმერთმა დაგვიფაროს და ეს თუ ხელისუფლებაში მოვიდა, საოცრებებს მოიფიქრებს. აი მაგალითად შეიძლება საქართველოში უშნო ხალხი აკრძალოს და მარტო ლამაზებით დაკომპლექტდეს ქვეყანა. ერთი ის მამშვიდებს რომ მე არაფერი მემუქრება, მაგრამ როგორი კარგიც დავიბადე ისეთივე ვარ, მაგრამ სხვა მრაქნას, მიხდი, სხვა მეწოდება. სხვა ისეთი ნაკლებად შესახედავი ადამიანი, ცოდო არ არის. დიდი ჯაბა-ასია გამართული ნაციონალური მოძრაობის ირგვლივ, ბოლოს და ბოლოს რას იზამენ შევლენ თუ არ შევლენ პარლამენტში ამ საკითხთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია კიევში მიხეილ სააკაშვილის შეხვედრაზე გაემგზავრა. მოდით ნახოთ ნაწყვეტი მათი შეხვედრიდან. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ნამდვილი გმირი ნიკა მელია არის ჩამოსული ახლა კიევში ხალმოკლე ძალიან დატვირთულ სამუშაო ვიზიტით. იმიტომ რომ დასრულებს რომ მე მის ადგილს დავიშალებ ციხის მერე, არა. მე პირადად ამ შეხვედრაზე ყველაზე მეტად დამმახსოვდა ნიკანორ მელიას დრესი. თეთრი მაისური იტალიური მოდის განთქმული ბრენდის ერმენეჯილდო ზენიას გაზაფხულის ზაფხულის კოლექცია. აი, შენ თუ გონია მხოლოდ ბარბერის დუტის კურტკა გვეჭხირება თვალში ძალიან ცდები. ყველაფერს ხედავთ, ნიკა, ყველაფერს ვამჩნევთ. მარტო ამბროლაურის მერიკი არ არის განცხრომაში. შეშიც ვამჩნევთ ფუფუნების ელემენტებს, იცოდე. ისე ეს ამბროლაურის მერი ძალიან მივიწყე, სხვათა შორის ეს ბოლო პერიოდი, არ ვიცი, თუ გონია რომ დამავიწყდი. აი, შენ თუ გონია რომ არ მახსოვხარ, ძალიან ცდები. სანამ აქ პორშედან კატალიზატორს არ ამოჭრიდა, არ დამანახებ რომ ყიდიო და არ ბაჩვენებ რომ მართლა გიჭირს, მანამდე არ მოგეშვები იცოდი. მანამდე არ მოგეშვები, ამოგადენ წყვირში მაგ წითელ პორშეს, თუ რაფერი იყო წითელი. ისე თუ დააკვირდებით, როგორ ავსებენ ერთმანეთს არა, სხვათა შორის ჩვენ გამოვთვალეთ და მელიამ რამდენი კილოგრამის დაიკლო, ზუსტად იმდენი აქვს მომატებული სააკაშვილს. არა, რაღაცა არსებობს, ხვდებით, ნაციონალურ მოძრაობაში ქოლესტერინის არ იკარგება. ნიუტონის კანონით არის. ნიკა მელია და მიხეილ სააკაშვილი 2.5 წელი არ შეხვედრიან ერთმანეთს და ძალიან თბილი საქმიანი შეხვედრა გამოვიდა. განიხილეს პარლამენტში შესვლა არ შესვლის საკითხი და ტკბილად მოიგონეს გრიგოლ ვაშაძესთან ერთად გატარებული ის გიჟური თავგადასავლები. სანამ ოპოზიციასა და მთავრობას შორის ურთიერთობები ირკვევა, მანამდე უარესდება ქვეყანაში სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა. კვლევების მიხედვით დგინდება, რომ საქართველოში უმუშევრობა 18.5%-მდე გაიზარდა. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი უმუშევარია. იქნებ ელისო ბოლქვაძეს თხოვოთ, რომ საფრანგეთის სტატისტიკა გვითხრას, რომ შინაგანად რომ დავწყნარდეთ ჩვენ, იმიტომ რომ ყოველ მეხუთე ადამიანი რომ უმუშევარია, ეს არის კატასტროფა ამ ქვეყნისთვის და თუ საფრანგეთშიც მასეა, ცოტა მომეშვება იცი გულზე. ნაგავში ხომ საფრანგეთშიც იქექება ხალხი და ნეტა იცოდეთ ეს ფაქტი როგორ მამშვიდებს, აი როგორ მამშვიდებს, აი რო აღარ ნერვიულობ, ანუ ეს ქვეყანა აუცილებლად გადარჩება ხალხი. აუცილებლად გადარჩება, აბარა. პრინციპში რა არის, ისეთ უმუშევრობის დონე რომ 18.5%-მდე გაიზარდა, ეს ოფიციალური ინფორმაციით და ოპოზიციური არხების ცნობით არის, თორე სამთავრობო არხებზე ყოველ მეხუთე ადამიანს მეტი თავისუფალი დრო გამოუჩნდა. სამთავრობო არხებიდან ყოველთვის ყველასგან გამორჩეულმა ბაჯაღლო ტელევიზიამ
მთავრობის ქების ახალ საფეხურზე გადაინაცვლა ძვირფასო ტელემაყურებლებო. მოდით მოვისმინოთ, როგორ გააშუქეს კახი კალაძის მიერ დედაქალაქში ჩატარებული გამწვანების სამუშაოები. კალაძის გუნდის მუშაობის პირობებში თბილის დამატებით 4 მილიონი კვადრატული კილომეტრი მწვანე სივრცე და დამატებით 5 ახალი საპარკო არეალი შეემატა. კახი კალაძემ 4 მილიონი კვადრატული კილომეტრი გაამწვანაო. არა თბილისის ფართობი 726 კვადრატული კილომეტრია. საქართველოს ფართობი 79700 კვადრატული კილომეტრია. მოკლედ იმეთის ცნობით კალაძემ გაამწვანა თბილისი, სრულიად საქართველო და ახლო აღმოსავლეთი სადღაც და ისტორიაში შევა როგორც კახი პირველი გამამწვანებელი. ამ სიუჟეტს თუ დაუჯერებ წესით, ახლა ეს გადაცემა ნაძვის ძირში მიმყავს და იქ ბენდის ნაცვლად იასამანი ხარობს, ალბათ რაღაცა ესეთი მდგომარეობა. მოკლედ ბაჯაღლო ტელევიზიის თქმით, იმ ხელა ფართობი გაამწვანა დედაქალაქის მიერმა, რომ ამაზონი მის ფონზე დიღმის პარკივით პატარა ჩანს. ანუ მთლიანად კონტინენტი გაამწვანა, ხვდებით რაშია საქმე? აი დასახლებამდე რო იყო დედამიწა, იმაზე მეტად გაამწვანა. აი ცოტა თუ არ გავჩეხეთ, შეიძლება დინოზავრები თავიდან დაიბადნონ, აი იმიტომ რომ ისეთი იმდენი ტერიტორია გვაქვს გამწვანებული. ვაგრძელებთ თემას სამთავრობო ტელევიზიები. აქიმიძე დვალის სარჩელის საფუძველზე ყადაღა დაედო ტელეკომპანია რუსთავი 2-ს. უკვე ვეღარ ცვითული მე რამდენად დაედო ყადაღა რუსთავი 2-ს. აი მაღაზიაში სეილის დროს რომ შედიხარ და ფასი როა გადაკრული. და იმ გადაკრული ფასის ქვეშ რო კიდევ სხვა ფასი რო იმალება და იმაზე რომ გადაკრულია და ახლობთ ეგრეა რუსთავი 2-ის ყადაღის საქმე, ყადაღაზე ყადაღა გადაკრული და იმ ყადაღის მიღმა კიდევ სხვა ყადაღა იმალება. შეიძლება მალე რაღაცა საბავშვო კომპიუტერული თამაშიც კი გამოვიდეს სახელწოდებით დაიბრუნე რუსთავი 2-ს. ერთი სიტყვით ამ ტელევიზიას უკვე მუდმივი ყადაღის ჯადუ აქვს. თან ისეთი ჯადუ ადევს 9 თაობა დამფუძნებლებზე რო გადადის. კიდევ ვინც იქნება მომავალში მარტო ეს დამფუძნებელი ხარ იქნება კიდე ხო იქნებიან ბევრი დამფუძნებელი მომავალში. სიმართლე გითხრათ ცოტა მიკვირს ამჟამინდელი რუსთავი 2-ის დაყადაღება, რატომ აყადაღებთ ვერ ვხვდები, ბატონ ბიძინას მინდა რაღაცა ჩუმად ვუთხრა. ბატონო ბიძინა. წამოვედით ჩვენ მაქედან. წამოვედით, აღარა ვართ, მანდ აღარა ვართ. აღარა ვართ, ყველა წამოვიდა. ბოლომაც გამოიჯახუნა კარები მახსოვს, ყველა ვართ წამოსულები აბსოლუტურად. დაანებეთ თავი იყოს თავისთვის. მონოლოგის ბოლოს მინდა შემოგთავაზოთ ჩემი ფავორიტი ვიდეო, რომელიც ამ კვირაში გავრცელდა. ვიდეო და ვიდეოს ავტორის ფავორიტია ჩემი აზრით. მოდით მოусმინოთ ყოველგვარი შესავლის გარეშე მამა ათინოგენის კომენტარი. მე რაფერად ცხოვრობდი. ვაგრძელებ ისე ცხოვრება, რა შეიცვალა ჩემთვის. დილას ავდგები, ლოცვას ვიტყვით, მე ჩვენთვის თუ რამე იქნება საკეთებელი, იმას გავაკეთებთ, მე საღამო მოვა, ვილოცებთ კიდე და მე დევეგდები და დევიზინებ. შვიდად და ძმას. მამაო, რა აქვს მასე ვარ მეც, რა უყურთ. გავა რა აქვს, ლაპარაკობ რაღაცას, მაგრამ რა იცვლება? გესმით რამე? აპა მაინც არაფერი იცვლება. მოუყვები ამ ხელა მონოლოგი, გავაკრიტიკე პოლიტიკოსები, გამოვაშკარავით ვიღაც ვიღაზე, მაგრამ შეიცვალა რამე? არაფერი არ იცვლება. წავალ ახლა სახში, დავწევი, დევეგდები და დევიზინებ. მაგრამ რადგი და გევიღვიძებ და იგივე იქნება ყველაფერი. ასე დამთავრდა ჩემი მონოლოგი. წავალ ახლა დევეგდები იმ სკამზე და გავაგრძელებ გადაცემას, ხო რა გავაკეთოს. დიდი მადლობა ჩვენ შოუს მუსიკალურ თაფლობებს ბენდი. სამულანეთო ისე